ბუნების დაცვა და ჯანმრთელი გარემოს შექმნა. ეს იყო გამწვანების აქციის ძირითადი მიზანი, რომელიც კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მოეწყო. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილ სკვერში ახალგაზრდული თვითმმართველობის საბჭოს წევრებმა იფნის ნერგები დარგეს. პარალელურად სკვერის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. გამწვანებისთვის საჭირო 30 ნერგი ახალგაზრდებს გორის მუნიციპალიტეტმა გადასცა. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით მათი მიზანია ახალგაზრდებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში, რადგან ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ყველა ადამიანის ვალია. დღეს გორის ახალგაზრდული თვითმმართველობა აკეთებს სკვერის გამწვანებას, რომელიც ეკუთვნის კარალეთის დევნილთა დასახლებას. ნერგები გამოგვიყო გორის მუნიციპალიტეტმა სანერგედან და მოგვცა 30 ძირი იფანი. ჩვენ ამ სკვერის ადვოკატირება გავაკეთეთ დეკემბრის თვეში პრობლემების წარდგენის დროს და დღეს უკვე ეს პრობლემა გადაჭრილია, ვაკეთებთ გამწვანებას და უკვე ივნისში აქ ყვავილებსაც მოვიტანთ და დავრგავთ ყვავილებსაც. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის სკვერების ადვოკატირება კიდევ მოხდება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დღეს ქართლოსის წევრები მოვედით ამ სკვერში იმისთვის, რომ დაგვესუფთავებინათ და შეგვექმნა ნორმალური პირობები იმისთვის, რომ აქ მცხოვრებმა მოსახლეობამ დაისვენოს. გარდა იმისა, რომ ხეები დავრგეთ, მოვაწყეთ ამ სკვერის დასუფთავება, დანაგვიანებული იყო ძალიან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავასუფთავეთ და შევქმნით სუფთა გარემო. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გაგვეყვანებინა ეს ტერიტორია და ჩვენთვის დამოსახლებლობისთვის ეკოლოგიური დასვენებელი ადგილი შეგვექმნა. აქციაში მონაწილეობა ორგანიზაცია ქართლოსის მოხალისემ ფედერიკო მედიჩმაც მიიღო. მისი განმარტებით ახალი ხე, ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის. Today we are here because we tried. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების ჩართულობა, რომ მათ იზრუნოთ თავის გარემოზე, რათა ის გაუმჯობესდეს ეკოლოგიურად, ასევე ვიზუალურად, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დღეს გავაკეთეთ გამწვანების აქცია. ასევე დავასუფთავეთ სკვერი. მომავალში ვაპირებ, რომ სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩავატაროთ ისეთი აქცია, სადაც შეგროვდება სხვადასხვა მაკულატურა. შემდეგ ჩავაბარებთ ამ ქაღალდებს სპეციალურ ოფისში და ეს ხელშეუწყოს ახალგაზრდებმა აიმაღლონ ცნობიერება, როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ეკოსისტემას და როგორ შეიძლება მხარი დაუჭიროთ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას. Their own environment and ახალგაზრდული თვითმმართველობის წევრებმა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში არსებულ ტერიტორიაზე პრობლემების ადვოკატირება დეკემბრის თვეში მოახდინეს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების გაძლიერება რეგიონულ დონეზე საქართველოში. ორგანიზატორთა განცხადებით აქცია არ იქნება ერთჯერადი და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით სკვერების გამწვანება მომავალშიც გაგრძელდება.